გამარჯობა. არსებობს ობიექტური რეალობა, ჩვენ, ანუ ინდივიდი და გარემომცველი სამყარო, რომელსაც ადამიანი გრძნობათა ორგანოების მეშვეობით აღიქვამს. მხედველობით მიღებული ინფორმაცია, როგორც რაოდენობრივად, ისე თვისობრივად, აღემატება ინფორმაციის ნებისმიერ სხვა წყაროს. რაც შეეხება თავად ინფორმაციას, მის მიღებას და გაანალიზებას ჩვენს ორგანიზმში მხედველობის ანალიზატორი ემსახურება. დაგვირეკეთ ნომერზე 2-40-90-06. დღეს ჩვენ საუბრობთ თემაზე მხედველობის სიმახვილე და თანამედროვე მედიცინა. ხანმოკლე რეკლამის შემდეგ გავაგრძელებთ. ჩვენ კვლავ ეთერში ვართ. შეგახსენებთ ჩვენი ტელეფონის ნომერს 2-40-90-06. დღეს ჩვენ საუბრობთ თემაზე მხედველობის სიმახვილე და თანამედროვე მედიცინა. ჩვენი სტუმარი კი გახლავთ ოფთალმოლოგი პროფესორი მერაბ დვალი. მოგესალმებით ბატონო მერაბ. როდესაც დღევანდელ საუბარს გეგმავდით, რასაკვირველია ჩვენ ამოცანად დავისახეთ მაყურებლისათვის გაგვეზიარებინა ის მიღწევები და ის შეხედულებები, რომელიც აქვს თანამედროვე მედიცინას, მაგრამ ვიდრე ამ საკითხამდე მივალთ, აუცილებლად უნდა ყველაფერი თანმიმდევრულად გავიაროთ. მე მახსენდება ერთი ასეთი ისტორია, რომელიც შემორჩენილია ქართულ ლიტერატურაში. თურმე აკაკი წერეთელს კითხეს, რატომ არის ბატონო აკაკი ერთნი თვალზე ატარებენ სათვალეს, მეორენი კი შუბლზეო ან თავზეო. აკაკი წერეთელმა მიუგო, ერთნი თვალით არიან ბეცნი და მეორენი კი ტვინითაო. რასაკვირველია, მხედველობის ანალიზატორის შესახებ და ტვინის როლის შესახებ მხედველობის პროცესში, ცხადია ალბათ უნდა ვივარაუდოთ, რომ ბატონმა აკაკიმ არაფერი იცოდა, თუმცა თანამედროვე ექიმებმა ამის შესახებ იციან. და როდესაც ვლაპარაკოთ მხედველობის სიმახვილეზე, რას წარმოადგენს, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ იმ პროცესზე, რისი წყალობითაც ჩვენ ვხედავთ ამა თუ იმ საგანს. რასაკვირველია, თქვენ აბსოლუტურად სწორი მზადები და აკაკი წერეთელის როგორც ყოველთვის თავისი ენამახვილობით ზუსტად შეიძლება ასახა ის პროცესი, რომელიც ხდება მხედველობის აღქმის დროს. მაგრამ თავისთავად ცხადია, თუ ჩვენ წარმოვიდგეთ, რომ თავის ტვინი არის ეს ის ქაღალდი, რომელზეც უნდა დაიწეროს ესა თუ ის სიტყვა, თუ ესა თუ ის ამ შინაარსის მქონე რაიმე საგანი, მაშინ საჭირო არის ფანქარი. ან საწერ-კალამი. აი სწორედ თვალი წარმოადგენს ამ საწერ-კალამს. იმიტომ რომ მასში არის ისეთი ნერვული დაბოლოებები, როგორიც არის კოლბები, როგორიც არის შხირები, რომლებიც სწორედ იქ ხდება პირველი სხიური ენერგიის გარდაქმნა ნერვულ გამღიზიანებად და იქიდან გადადის შემდეგ თავის ტვინში. რასაკვირველია, თუ არასწორად ან დამახინჯებულად მივიდა თავის ტვინამდე, აღქმაც ხდება არასწორად. თავის ტვინი თქვათ, ჩავთვალოთ, რომ თავის ტვინი არის ნორმაში. ყველაფერი, როგორც დიდმა აკაკიმ თქვა, თავის ტვინი ამ შემთხვევაში გონება ნორმალურად მოქმედებს. მაგრამ პრობლემები არის თვალში. აი სწორედ ეს თვალის პრობლემები უფრო ხშირად არის ოფთალმოლოგის საქმე. კერძოდ, რა ხდება? რასაკვირველია, დაავადებები გადავდოთ ცალკე და ეგრეთ წოდებული რეფრაქციული მანკები კიდევ ცალკე. იმიტომ რომ რეფრაქციული მანკები უმეტეს შემთხვევაში დაავადებად არ ითვლება. როგორც არ შეიძლება რომ ყველა შეესაბამებოდეს ერთი და იგივე წონას, ერთი და იგივე ფორმებს, რომელიც კლასიკურად მიიჩნევა, მაგრამ მცირე გადახრები მაინც ნორმალური ადამიანის ზომებში ითვლება, ისევე არის მხედველობაც. მხედველობა არ არის აუცილებელი ყველას ჰქონდეს 100%. ზოგ შეიძლება ჰქონდეს 80, 85, 90 ნორმაში ითვლება, ან 100 გადაცილებული, 110, 120 და ასე შემდეგ. პროცენტულად რო ავიღოთ. ამიტომ ნუ ჩავთვლით, რომ თუ 100% მხედველობა არ აქვს, აუცილებლად რაღაცა დაავადებას ვეძებ. მაგრამ რეფრაქციულ მანკებში იგულისხმება ახლო მხედველობა, შორს მხედველობა და ასტიგმატიზმი. ეს სამი რამ. ადამიანი იბადება შორს მხედველი, იმიტომ რომ თვალის ზომა არის პატარა. თანდათან დაახლოებით 7 წლის ასაკისთვის, როცა სკოლაში მიდის ბავშვი, უკვე თვალი ღებულობს იმ ზომას, რომელიც უნდა ჰქონდეს. და 7 წლის ასაკისთვის მხედველობა უნდა ჰქონდეს ნორმალური, ანუ ეგრეთ წოდებული ემეტროპია. არც პლუსი, არც მინუსი. ესე უნდა იყოს. მაგრამ სამწუხაროდ ყოველთვის ესე არ არის. და კიდევ რატომ არ არის? იმიტომ გარდა გენეტიკური ფაქტორებისა, ბებიას, ბაბუას, დედას, მამას ვიღაცას ჰქონდა ეს გენეტიკური ახლო მხედველობა, გარდა ამის ამას ემატება ის, რომ თანამედროვე ადამიანს არაფიზიოლოგიურად ხშირად ჭირდება ახლო მანძილზე მხედველობის დაფიქსირება.
თავის საქმიანობიდან გამომდინარე. დიახ, რაც ბუნებას არ ქონდა ეს ჩაფიქრებული თავის დროზე როცა ადამიანი შექმნა. იმიტომ რომ აბა თუ წარმოვიდგენთ, პირველ ყოფილ ადამიანს ჭირდებოდა ახლო მანძილზე რამის ყურება დიდი ხნის განმავლობაში? არა. მას ჭირდებოდა არ დაენახა მტერი თავის დროზე, საფრთხე, ან და პირიქით რომ რაღაც სანადირო ობიექტი დაენახა დროულად. როგორც წესი ახლო მანძილზე მას არაფერი საქმე არ ქონდა სამუშაო და ასე შემდეგ. მას შემდეგ რაც წარმოიქმნა ბეჭდვითი ორგანოები, მით უმეტეს სადღეისოდ როცა გვაქვს კომპიუტერები, მობილური ტელეფონები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მონიტორები გაჩნდა. მონიტორები რასაკვირველია, ნახავთ რომ ახალგაზრდა ადამიანი 90% დაახლოებით მაინც ახლო მანძილზე აფიქსირებს თავის მხედველობას. დიახ. მოდით აი აქ გავჩერდეთ ბატონო მერაბ, მაყურებელი გველოდება ჩვენი საუბრის დაწყების მომენტი და ვუპასუხოთ და გავაგრძელებთ. მოგესალმებით, გისმენთ? გამარჯობათ. იცით როგორი შეკითხვა მაქვს ექიმთან. რამდენიმე წლის წინ გამიჩნდა რაღაც შავი წერტილი, რო ვიყურებოდი და ის წერტილი დაყვება თვალს. ეხლა ისე ძალიან მაქვს მომატებული, უამრავი შავი წერტილები, შავი ბადესავით რაღაც და სულ დაყვება იქ თვალს რო ამოგრავებდა. აი, რისი ბრალია და რამ შეიძლება უშველოს მაგამდე. მადლობა შეკითხვისთვის. მადლობა. მე ეჭვი მქონა ბატონო მერაბ, რომ ასეთი ტიპის კითხვა აუცილებლად იქნებოდა. რეალურად, როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ გამოსახულების სრულფასოვან აღქმაზე, აუცილებლად ჩნდება ისეთი ტიპის ხარვეზი, როგორიც არის მაგალითად მფრინავი საგნები, ეგრეთ წოდებული ბუზები, მოძრავი წერტილები, მძიმეები, როგორც თქვენ ამბობთ ხოლმე, დიახ. ყველა ეს სასვენი ნიშნები, რომლებიც ჩვენს მხედველობის ველს აბინძურებს, მოკლედ რომ ვთქვა. დიახ, ეს ხშირი არის ეს ჩივილები პაციენტებისგან, როგორც კლინიკაში, ისევე სატელევიზიო ან რადიო გადაცემების დროს ძალიან ხშირად მოგმართავენ ამ შეკითხვით, იმიტომ რომ 50 წელს გადაცელებულ ხალხში ეს პრობლემა ჩნდება. ეს არის არასრულად გადამუშავება პროდუქტების თვალიდან გატანა არ ხდება და ისინი რჩება თვალში. აი სწორედ იმ მხედველობის არეში ხდება ხოლმე და ესე ვიტყოდით რომ მისი მკურნალობა, მიზანმიმართული მკურნალობა არ არის. აქ არის საჭირო ვიტამინოთერაპია ზოგადი, სისხლძარღვთა გამოფართოებელი საშუალებების მიღება, რომ რაც შეიძლება ეს გადამუშავებული პროდუქტები გაიტანოს თვალიდან და რასაკვირველია ისევ და ისევ უბრუნდები ვასაკოვან ხალხს ეხლა მაინც კვების სწორი რეჟიმი და ჯანსაღი ცხოვრების წესი. სუფთა ჰაერზე ყოფნა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ორგანიზმის ერთგვარი გასუფთავება, მათ შორის თვალის გასუფთავება გადამუშავების ნარჩენი პროდუქტებისგან, რომელიც ყველა ორგანოს წაადგება და თვალი არ არის გამონაკლისი. რასაკვირველია ისეთი მიზანმიმართული რომ აი თვალში არსებულ ამ შავ წერტილებს რაღაცა უშველოთ, ესეთი მკურნალობა მიზანმიმართული არ არსებობს და არც არა საჭირო. იმიტომ რომ შეიძლება სხვა ორგანოები ამოსრამე. დაუბრუნდეთ თემას, რომელზედაც თქვენ ბრძანებდით. თქვენ ხაზგასმით ისაუბრეთ იმის შესახებ, რომ თანამედროვე კაცობრიობას ახალი თავსატეხი გაუჩნდა. მას შემდეგ, რაც გაჩნდა მისი მიჯაჭულობის საგნები და მიჯაჭულობის საგნები, ეგრეთ წოდებული დამოკიდებულების საგნები აღმოჩნდა ტელევიზორიც, კომპიუტერიც, მობილურიც, ყველა ის ეკრანი, რომელიც ადამიანის თვალისგან საკმაოდ ახლოს არის დაშორებული და ჩამან ჩამოაყალიბა თვალის თავისებურება. რასაკვირველია ეს თვალი პირობითად არის ამ შემთხვევაში ნათქვამი. ანუ, როდესაც მანძილი შეიცვალა. თქვენ საუბრობთ ხოლმე ხშირად პროგნოზულად ამ საკითხზე. რას გულისხმობს ეს პროგნოზი, რომელიც მთელი კაცობრიობისათვის არის საერთო? დიახ, აი სწორედ ერთი თვე არ არის ჯერ გასული, რაც თბილისში იყო საკმაოდ დიდი, მე ვიტყოდი, ყველაზე დიდი საერთაშორისო კონგრესი ოფთალმოლოგიაში, რაც კი როდისმე ყოფილა. ეს იყო ევროპის კატარაქტის და რეფრაქციული ქირურგიის აკადემიის შეხვედრა შავი ზღვის ოფთალმოლოგთა ასოციაციასთან ერთობლივი ესეთი შეხვედრა იყო და 28 ქვეყნიდან იყვნენ წარმოდგენილი წამყვანი ოფთალმოლოგები. და ერთ-ერთმა ჩვენმა კოლეგამ ინგლისიდან სწორედ თქვა, რომ უახლოეს 50 წელში მოსალოდნელია, რომ 80% ახალდაბადებული ბავშვების იქნებიან ახლო მხედველები. დიახ.
ეს იმას ნიშნავს, რომ ის ფაქტორი, რომ მის ამ ბავშვის მომავალში დაბადებული ბავშვის მშობლებმა მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში თუ ცხოვრების უმეტესი ნაწილი აი ახლო მანძილზე მუშაობა და სწავლის და ასეთ პროცესში ჩაატარა, ეს აუცილებლად იქნება ანარეკლი იმის შვილის თვალებზე. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ცხოვრების წესი, როგორც მემკვიდრული ინფორმაცია, შემდეგ თაობებში ისე დაილექება. დიახ, აი ზუსტად მაგის თქმა მინდოდა, იმიტომ რომ ის რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ, თქვათ, ჯანმრთელობისთვის არასასარგებლოს აუცილებლად ჩვენ შეიძლება უკვე გადავრჩეთ ამას, მაგრამ ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს ეს აუცილებლად გამოყოფს თავს და აღმოჩნდება, რომ მათ ექნებათ აი ეს სწორედ ახლომხედველობა, რომელიც დღესდღეობით ლაპარაკობთ, რომ ეს არის რეფრაქციული მანკი. შემდეგში ალბათ უკვე რადგან უმეტესობა იქნება ახლომხედველი, აღარც ვილაპარაკებთ, რომ ეს მანკია. არც ჩაითვლება ალბათ. არც ჩაითვლება, ეს იქნება ნორმად. მაგრამ აქ სულ სხვა ფაქტორს მინდა მივაქციო ყურადღება ალბათ ეხლაც და შემდგომშიც, რომ ეს არ არის მარტო სათვალეების ტარება, ან კონტაქტური ლინზების ტარება, ან ასე შემდეგ, აი ეს აქ უნდა ვიგულისხმოთ, თვალი გრძელდება, აი როგორც თქვენ მონიტორზე ავაჩვენებთ, თვალი გრძელდება და ბადურად ხელდება. და ის სწორედ აქ ჩნდება პრობლემები. ქალბატონების მხრივ და მანდილობის მხრივ იმაში, რომ ორსულობის და მშობიარობის პერიოდში, ვაჟებისთვის უფრო ხშირად სპორტით და ფიზიკური დატვირთვით დაკავების შემთხვევაში. აი ეს ორივე თქვენ ალბათ გაიგონია და ჩვენს მაყურებელსაც სმენია, რომ როგორც კი ნახავთ, რომ ვიღაცას ახლომხედველობასა და ეუბნებიან, რომ თქვენ უნდა გაიკეთოთ საკეისრო კვეთა. ან ბიჭებს ეუბნებიან, რომ თქვენ არ შეიძლება თქვენთვის სპორტული ღონისძიებებში მონაწილეობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ესე რასაკვირველია ერთი ხელის მოსმით არ უნდა აუგზავნოთ არც გოგონებს ფიზიოლოგიური მშობიარობა და არც ბიჭებს სპორტთან ურთიერთობა, მაგრამ რასაკვირველია უფრო ყურადღების ქვეშ უნდა იყვნენ. და ჩართოთ ოფთალმოლოგია აუცილებლად, თანაც საკმაოდ მაღალი დოზით კვალიფიკაციის, რომელსაც აქვს გამოცდილება იმ ნაწილების, იმ პერიფერიის დათვალიერების, რომელიც საჭიროა. მოკლედ ეს უკვე ძალიან სპეციფიკური საკითხია, მას არ შევა, მაგრამ ოფთალმოლოგია აუცილებლად უნდა ჩართული იქნეს ორსულობის პერიოდში და ფიზიკური დატვირთვების ან სპორტთან ურთიერთობის შემთხვევაში. ეს ერთი. მეორე მხრივ, რასაკვირველია, мотивация აქვს ამ ახალგაზრდებს, რომ მოშორდნენ სათვალეებს. აი მოდით ამ თემას დაუბრუნდეთ, უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ, უპასუხოთ მაყურებელს, მოგესალმებით, გისმენთ? გისმენთ? ალო. გისმენთ ქალბატონი. მოგესალმებით. თქვენს და ბატონ მერაბსაც დიდი პატივისცემით. იცით რა მინდოდა მეთქვა, მე ბავშვობიდან ვარ, ესე იგი ახლომხედველი. დიახ. და წლების შემდეგ, ესე იგი მივიღე ტრამვა. დიახ. ამ ტრამვამ ძალიან ცუდი შედეგი მოიტანა, მომიხდა ერთ თვალზე ჯაქცევა ცენტრალურ ნაწილში და მე რაღაც პერიოდის შემდეგ გადამივიდა მეორე თვალზე. მე მოსკოვში გაკეთებული მაქვს პროფესორ ბელიაევთან, ესე იგი ფსკერის გამაგრება, აი ხონდროპლასტიკა ასე ერქვა ამ გამაგრებას. ორივე თვალის ჩატარებული. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ესე გამომხდარიყო სრული დაბრმავება და ეს პერიფერიული მხედველობა შემენარჩუნებინა. აი ეს ყველაფერი თორე ახლა შედეგს მე არც ველოდი და ეს შეუძლებელი ამბავიც იყო. ხო, ეხლა მრავალი წლები გავიდა იმის მერე და ვიცით რა თითქოს შევინარჩუნე მე ეს მხედველობა. აი რაც დამრჩა ხო, რასაც ვიხედები პერიფერიული მხედველობით, წერა მიჭირს, კითხვა მიჭირს, ცნობიერება, ადამიანის ცნობა, ზოგ ადამიანს შეიძლება სამჯერ მივესალმო, ზოგს ერთხელ ვერ, ანუ აი რო ცნობიერება არ მაქვს და კითხვა რა შემდგომარეობს? კითხვა იცით რა შემდგომარეობს? აი ხლა ეს ბოლო ხანებში ეს თითქოს შენარჩუნებული იყო ეს ყველაფერი ეს ჩემი დარჩენილი მხედველობის ნაწილი და ისა, მაგრამ რაღაცა ვამშნევთ პატარა გაუარესებას ერთ თვალზე. მე აი ეს ძალიან ქალბატონმა თქვა რაღაცა შავი წერტილები, ეს წერტილები და ეს რაღაცები საერთოდ არა მაქვს. საერთოდ არა. მარტო ფერების არევას ვგრძნობით, აი მუქი ლურჯი ფერი, მე იასამნის ფერი, მე რაღაცა და ძალიან მინდოდა ბატონ მერაბს რომ
პირადად მინდა ბატონო მერაბთან ერთხელ ჩამყედოს თვალში ეს სურვილი მაქვს ძალიან დიდი და ძალიან და თან მინდა გითხრათ რომ მე მარტო ხელა ქალბატონი ვარ ალფას დაზღვევა მაქვს და ცოტა სახსრება გასაგებია მადლობა გასაგებია კითხვა. რასაკვირველია, ბატონ მერაბთან კონსულტაცია არ არის ასეთი რთული საქართველოში. აუცილებლად დაზღვევი მით უმეტეს ყველაფერი აუცილებლად გამოიყენეთ დაზღვევა ამ შემთხვევაში, თუმცა ჩვენ გვაქვს ახლა შესაძლებლობა ბატონ მერაბ ასაკობრივ ჭრილში ვისაუბროთ მიოპიაზე, ახლომხედველობაზე. ამ შემთხვევაში ტრავმა დაერთო თან იმ ბუნებრივ და კიდე რამდენიმე საკითხი, რომელიც აქ საინტერესოა, დიახ. ახლა ახლომხედველობასთან მე კიდე ხაზს გავუსვამდი, რომ ეს ქალბატონი უკვე საშუალო ასაკის არის ალბათ, როგორც ჩანს, იმიტომ რომ ბელიაევისთან გაიკეთა ოპერაცია რუსეთში დიდი ხნის წინ და მე ვფიქრობ, რომ მის აი ამ ახლომხედველობას, საკმაოდ მაღალ ახლომხედველობას პლუს ტრავმას, იმ სისჩაქცევებს ყველაფერს დაემატა კიდე კატარაქტაც. ასაკობრივი კატარაქტა. ამიტომ ხედველობის გაუარესება ამითაც შეიძლება იყოს გამოწვეული. რასაკვირველია, კონსულტაციის და გამოკვლევის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია ეს დავადგინოთ უფრო ზუსტად და თუ კატარაქტა არის ამის მიზეზი, ხედველობის დაბრუნება იმ პირვანდელ მდგომარეობამდე შესაძლებელი იქნება. ყოველ შემთხვევაში გაუმჯობესება რასაკვირველია, აი რაც პოტენციალურად ამ თვალისთვის შესაძლებელია რომ დაინახოს. დიახ, მე ვისარგებლებ მომენტით, რა კი ჩვენ ასაკობრივ ჭრილში არ გვისაუბრია ბოლომდე, არ გავყევით თქვენ წინასასკოლო პერიოდი ახსენეთ 7 წლამდე, ასაკი ხაზგასმით მიგვითითეთ მეტაპების შესახებ, რომელსაც გადის თვალი. აი სხვათა შორის საინტერესოა მიჯნა 40 წელი, რომელზედაც ძალიან ხშირად საუბრობენ ხოლმე ოფთალმოლოგები და როდესაც ვლაპარაკობთ მიოპია ახლომხედველობაზე, რატომ არის რომ ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაწილი, ვისაც ეს პრობლემა ქონდა წარსულში, აღმოჩნდება რომ განსაკუთრებით კომფორტულად გრძნობს თავს 50 წლის ასაკში, 60 წლის ასაკში და ის საკითხი, რაზედაც ჩვენ უნდა ვისაუბროთ სათვალესთან დაკავშირებული. ნაკლებად ეხებათ ხოლმე, რა ხდება ამ დროს ბატონ მერაბ? პრინციპში არაფერი არ ხდება, ადამიანი უბრალოდ ფიზიოლოგიურად ამ სიტყვას ვიხმარ, არაბების საწყინელი ბერდება. დიახ. სიბერე 40 წლის მერე ოფთალმოლოგიურად ჩნდება, რომ ადამიანს სიბერე ეწყება. ზოგს 40, ზოგს 42, 53 ეს ინდივიდუალურია, თავისთავად ცხადია, მაგრამ რა ხდება? ის ახლომხედველი ისევ ახლომხედველად რჩება მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე. ერთადერთი მას თავის მეგობრებთან შედარებით, ვისაც ადრე და იმ მომენტში კარგი მხედველობა ქონდა, შეუძლია ახლო მანძილზე კითხვა. შეუძლია მონიტორთან მუშაობა. მობილურ ტელეფონზე განასხვავოს ვინ ურეკავს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუ ჩვენ ნახავთ ორ ადამიანს, რომლებიც სკოლის მეგობრები იყვნენ, ერთს ჰქონდა ახლო მხედველობა, მეორეს ნორმალური მხედველობა და შეხვდნენ ერთმანეთს 50 წლის ასაკში, აღმოჩნდება, რომ ის ქალბატონი, რომელსაც ახლო მხედველობა არ ქონდა ნორმალური მხედველობა, დაიწყებს ჩანთაში სათვალის ზებნას, რომ მენიუ წაიკითხოს. მაშინ, როდესაც მეორე ქალბატონი პირიქით მოიხსნის სათვალეს და წაიკითხავს მენიუს სრულიად თავისუფლად. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას სათვალი არ დაჭირდება შორისთვის. შორისთვის ის ახლო მხედველი დარჩება, როგორც იყო. ისევე როგორც ის პირველია და მეგობარი ნორმალური მხედველობა შორისთვის მას დარჩება მთელი ცხოვრების განმავლობაში. ერთადერთი დაემატება სათვალის აუცილებლობა ახლო მანძილზე. დიახ. მოდით აი ამ ჭრილში გავაგრძელოთ საუბარი. თქვენ ბრძანებდით იმის შესახებ, რომ სრულიად ახალგაზრდა ადამიანს გარკვეული წინაპირობის შემთხვევაში შესაძლოა პრობლემები შეიქმნას, მაგალითად ორსულობის შემთხვევაში, მაგალითად ვაჟებს ბრძანებდით ფიზიკური დატვირთვის შემთხვევაში. ახლა თქვენ ახსენეთ ასაკთან ასოცირებული ცვლილებები, რომელიც ასევე ცვლის ადამიანის ურთიერთობას სათვალესთან. თანამედროვე მედიცინამ ადამიანს მისცა შესაძლებლობა სათვალე ჩაენაცვლებინა ლინზებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, ცხოვრების ხარისხზე ეს ყველაფერი ახდენს გავლენას. უფრო მეტიც, შეგვიძლია არაერთი მაგალითი მოვიყვანოთ, როდესაც ჩვენ სათვალის ხმარება გვიქმნის დისკომფორტს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რამდენიმე ტიპის სათვალეს ვცვლით. ამიტომ ბუნებრივია ისმის კითხვა, რა გააკეთა უკანასკნელი წლების მანძილზე კაცობრიობამ, რა გააკეთა მედიცინამ იმისათვის, რომ ადამიანის ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს. რა შეგვიძლია ჩვენ ვუთხრათ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეს პრობლემები აქვს დღეს? კერძოდ
მე ესე ვიტყოდი და დავიწყე ამ საკითხზე პასუხის გაცემას, რომ უპირველეს ყოვლისა მეცნიერები დააკვირდნენ ბუნებაში არსებულ მოვლენებს. კერძოდ რას? რომ ზოგიერთი ადამიანი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში მიაღწიეს 60-70 წელს არასდროს არ უხმარიათ სათვალე. და გასაკვირი იყო, რატო? ხო ჩვენ ვამბობთ, რომ თუ შორს ნორმალურად ხედავ 40 წლის ასაკში უნდა დაიწყოს სათვალისწინება საკითხავად. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი, აი მაგალითად ისეთი პიროვნებებს დავასახელებ, რომლებიც ყველა მიცის ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქვეყნის გარეთაც. ლენინი, სტალინი, ბატონი ედუარდ შევარდნაძე არასდროს ცხოვრებაში სათვალე არ უტარებიათ არცეც. თუ გავიხსენებთ იმ სურათებს, რომელზეც ლენინი და სტალინი აღბეჭდილი, იქაც ნახავთ, რომ არსად სათვალეთ ესენი არ არიან. რატო? იმიტომ რომ თურმე სამივეს და ალბათ კიდე ბევრს, რომელსაც მე არ ვიცი და არსებობს, ქონდათ ერთ თვალზე ნორმალური მხედველობა, მეორე თვალზე ახლო მხედველობა. ბუნებრივად. და აღმოჩნდა, რომ ეს ძალიან მოხერხებული ფორმაა. მთელი ცხოვრების განმავლობაში შენ არ გჭირდება სათვალე, ერთი თვალით იყურები შორს, მეორეთი ახლოს, მაგრამ ნორმალურ პირობებში ორივე თვალი ღია გაქვს და ვერ ამჩნევ რომ შენ რომელი თვალით იყურები შორს და რომელი ახლოს. მოკლედ, ყველა მანძილი შენთვის უსათვალოდ მისაღებია. და ეს გამოიყენეს თვალის ექიმებმა და გადაწყვიტეს, რომ ადამიანს მიცეს საშუალება ერთი თვალით იყუროს შორს, მეორეთი იყუროს ახლოს. აღმოჩნდა. ანუ ჩვენ ვატყუებთ ბუნებას. ესე ვთქვათ, კი, ბჭყალებში უნდა ვიყოთ აუცილებლად, რომ ვატყუებთ ბუნებას, რამდენად შევძლებთ ამის გაკეთება. ეს რამდენად ოსტატურად გამოგვივა და რამდენად გვაპატიებს ამას ბუნება. სწორედ ბძანებ თქვენ, იმიტომ რომ ამას მართლა ოსტატობა უნდა. თუ ოდნავ ზედმეტი ან ოდნავ ნაკლები გამოგივიდა, ეს თვალებს შორის განსხვავება, მაშინ ეს უკვე არ იქნება ისეთი წარმატებული, როგორც ჩვენ გვინდა და როგორც პაციენტს უნდა. ამიტომ ძალიან ზუსტად უნდა მოხდეს გამოთვლები და აი ამაშია სწორედ ექიმის და იმ კლინიკის და იმ ხელსაწყოების სწორედ მიზანი, რომ სწორედ შევძლოთ ამის გამოთვლა და ამის გაკეთება. ნუ კერძოდ ასეა თუ ისე მე პირადად თვითონ დავწმუნდი ამ მეთოდის უპირატესობაში, უსაფრთხოებაშიც და რომ მომიწია 60 წლის თავზე იუბილეს გადახდა, ჩემთანაც გადაუხადე იუბილეებით, რომ მეც და ჩემს მეგობრებსაც გავიკეთეთ ეს ოპერაციები, რამდენიმე მეგობარმა და დღეს ესე უსათვალოდ ვართ, რომ იტყვიან შორსაც ხედავთ, ახლოს საჭესთანაც ვზივართ ჩვენ თვითონ მონიტორთანაც, ტელეფონთანაც და ყველაფერს ვაკეთებ. მე ოპერაციებსაც კი ვაკეთებ, ესე იგი მიკროსკოპის ქვეშ. მოკლედ, ასეა თუ ისე ერთს ვიტყვი, რომ ძალიან მოხერხებული ფორმაა. დიახ. ბატონო მერაბ, მოდით აქ შევჩერდეთ. მოკლე სიუჟეტი იქნება, რომელიც ჩვენმა ჟურნალისტმა კრისტი შანავა მოამზადა და შემდეგ გავაგრძელებთ საუბარს. ადამიანის თვალს უნიკალური შესაძლებლობები აქვს. მას შეუძლია 7 ძირითად ფერთან ერთად უამრავი შუალედური ტონალობა გაარჩიოს. გარესამყარო რელიეფურად აღიქვას, განსაზღვროს საგნების ურთიერთგანლაგება და მოცულობა, იმსჯელოს მათ დაშორებაზე. თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად სულ უფრო ხშირად იბადებიან ბავშვები, რომლებსაც მხედველობის სიმახვილესთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ. ერთ-ერთი მათგანი თვალის გარეთა მამოძრავებელი კუნთების დისჰარმონია. მოსახლეობაში ცნობილი როგორც სიელმე, უამრავი მიზეზით შეიძლება განვითარდეს, მათ შორის ორსულობის დროს გადატანილი სხვადასხვა ინფექციური დაავადებით თუ უბრალოდ სამშობიარო ტრაუმის შედეგად. სიელმე არის გარეთა სიელმე და შიგნითა სიელმე, ალტერნირებული, როცა ორივე თვალი მონაცვლეობით ხან ერთი შედის და ხან მეორე და არის მონოლატერალური, როცა ვთქვათ, სულ ერთი და იგივე თვალი შედის. როცა ერთ თვალზე არის მაღალი მხედველობა და მეორეზე არის, თქვათ, ჩამორჩენა, ტვინში ინფორმაციის მიტანა ხდება ნაკლებად. ეს უკვე ფაქტია, ხო? და ხდება ინფორმაციის გადაფარვა ჯამთელი თვალიდან. ასე რომ ნელ-ნელა ზარმაცდება თვალი, თავის ფუნქციას კარგავს, თავის ინფორმაციის მიტანას კარგავს ტვინში და ამის გამო შესაძლებელი ხდება, რომ ნელ-ნელა განვითარდეს და ჩამოყალიბდეს სიელმე.
არის კიდევ ეგრეთ წოდებული ოპიკანტუსი, ეს არის კუთხე თვალის ჭრილსა და ცხვირის ძგიდეს შორის, ეგრეთ წოდებული აი ჩინური თვალები და აი გუდიაშვილისეული თვალები, აი ეს ოპიკანტუსი, რომელიც არის მე ვთვლი რომ ეს არის საზღვარი ნორმასა და პათოლოგიას შორის. აი ოპიკანტუსით დაბადებული ბავშვები ხშირად ვითარდება სიელმე, იშვიათად რომ არ განვითარდეს. სიელმე შეიძლება იყოს გამოწვეული, თქვათ, კუნთების მოდუნებით და შეიძლება იყოს ხედველობის დაქვეითებით, რომელიც გამოწვეული არის ან მაღალი პლუსით, ან მინუსით, ან შერეულით, ასტიგმატიზმით, თქვათ, ეს უკვე პლუს და მინუსი როცა აქვს, ან სხვადასხვა ხარისხის მინუსი, ან სხვადასხვა ხარისხის პლუსია. ხშირად მშობლები სიელმეს ყურადღებას არ აქცევენ და ეგრეთ წოდებულ თვალის გაქცევას ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამენ, რომელმაც ასაკის მატებასთან ერთად უნდა გაიაროს. რეალურად იგნორირებამ და ლოდინმა შესაძლოა უფრო სერიოზულ გართულებამდეც კი მიგვიყვანოს, რადგან სიელმის მიზეზი ზოგჯერ ორგანული პათოლოგიებიც ხდება. სიელმის კუთხე შეიძლება იყოს გადახრის პერიოდული სიელმა იყოს 0-დან თქვათ 10 გრადუსამდე, 0-დან თქვათ 20 გრადუსამდე, თუ არის მყარი კუთხე და არის 30-40 გრადუსი, ის შეუძლებელია ქირურგიული ჩარევის გარეშე გამოსწორდეს. მაგრამ 30 გრადუსიან და 40 გრადუსიან სიელმეზე იქ აუცილებლად გჭირდება 2 ეტაპის ოპერაცია, ან შეიძლება 3-იც მეორე თვალზე. უფრო ხშირად ხო არის გამზიდველი ნერვის პარაზიტი, ამიტომ ბავშვს შიგნით უდგას თვალი და მოძრაობა გარეთ არის შეზღუდული. აი, ესეც როგორ უნდა მოხდეს ამის მკურნალობა? კომბინირებული მკურნალობა მიდის ნევროპათოლოგსა და ოფთალმოლოგის მიერ ერთად. სიელმის დროს მკურნალობის საუკეთესო მეთოდად ორთოპტული ვარჯიში ითვლება, როცა სპეციალური სხვადასხვა სახის აპარატის საშუალებით ორივე თვალი ნორმალურად ფუნქციონირებას იწყებს. ვარჯიშდება კუნთები, გამოსახულება კი ერთმანეთს ერწყმის. პროგრამა ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე ინიშნება. რასაკვირველია, ჩვენ ერთ გადაცემაში ძალიან ძნელად თუ ჩავატებთ ხოლმე ყველა იმ პრობლემას, რომელიც თუნდაც ჩვენს მიერ არჩეულ თემას უკავშირდება, მაგრამ ვცდილობთ, რომ სიუჟეტმა ერთგვარად შეავსოს ის ინფორმაცია, რომელზედაც ჩვენ საუბრობთ ამ შემთხვევაში, მშობლებისათვის გასაგები გახდა ვფიქრობ ის ფაქტი, რომ ხედველობის სიმახვილე და სტრაბიზმი, ანუ სიელმე როგორც პრობლემა შეიძლება ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ იყოს დაკავშირებული. ჩვენ დაუბრუნდეთ თემას, რომელიც თქვენ საუბრის დასაწყისშივე ახსენეთ, თუმცა აქამდე არ გვისაუბრია, თქვენ ახსენეთ ძალიან უცნაური სიტყვა ასტიგმატიზმი. ის რაც ექიმებმა ვიცით და აუცილებლად უნდა იცოდეს ფართო საზოგადოებამ. რა არის ასტიგმატიზმი, რა მოვლენაა და როგორ შეიძლება მისი კორექცია? ასტიგმატიზმი ახლა სიმართლე გითხრათ, ბევრმა მშობელმა ციცის. იმიტომ რომ ბავშვებში ეს საკმაოდ ხშირია, ყოველ შემთხვევაში დაახლოებით 2% შემთხვევაში ეს უკვე ისეთ მდგომარეობაშია, როცა მხედველობის დაქვეითების მიზეზი სწორედ ასტიგმა, ეს არის მრუდი რქოვანა. აი ესე რომ შევადაროთ, უფრო გასაგები რომ იყოს ჩვენი ტელემაყურებლებისთვის, წარმოიდგინოთ ფეხბურთის ბურთი, როგორი უნდა იყოს ნორმალური რქოვანა, გარსი და რაგბის ბურთი. როგორი არის ასტიგმატიზმის დროს. აი ეს შედარება მე მგონი ძალიან ნათელად და ძალიან ხატოვანია და აჩვენებს ეს როგორც წესი არის თანდაყოლილი. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ დაახლოებით 3 წლის ასაკში პირველი გასინჯვა უნდა მოხდეს ოფთალმოლოგთან და მეორე გასინჯვა სკოლაში წასვლის წინ დაახლოებით 7 წლის ასაკში. იმიტომ რომ ასტიგმატიზმი შეიძლება იყოს მიზეზი ხედველობის დაქვეითების, თუ გინდაც ერთ თვალზე. ბავშვი ამას ვერ აღიქვამს როგორც ხედველობის დაქვეითებას, რომ მეორე თვალი კარგად ხედავს და შემდეგ ხდება ის, რაც ახლა თქვენმა სიუჟეტში აჩვენეთ. ზარმაცი თვალი და სიელმე. და შემდეგ დრო რო გადის, უკვე მისი მკურნალობა საკმაოდ რთულდება. ამიტომ ასტიგმატიზმი თუ არის ეს თანდაყოლილი, უნდა იმკურნალოს დაახლოებით 3-4 წლის ასაკიდან. კერძოდ რითი? სათვალით. ან სპეციალური კონტაქტური ლინზებით. დაახლოებით 8 წლის ასაკიდან ჩვენ უკვე ვაკეთებთ
ასტიგმატიზმის მკურნალობას ლაზერით. შეგვიძლია აი ეს ოვალური რაგბის ბურთი გადავაკეთოთ ფეხბურთის ბურთად, მრგვალად და თვალი დაინახავს ნორმალურად. მაგრამ ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება ადრეულ ასაკში, რომ ზარმაცი თვალი არ განვითარდეს. და ბოდიშ ვიხდი ერთს დაუმატებ, რომ ზოგ შემთხვევაში ასტიგმატიზმის გამოვლენა ხდება ეგრეთ წოდებულ თინეიჯერულ ასაკში. სკოლის ასაკში. 16 დაახლოებით 15-16 წლის ასაკში და 20-25 წლამდე. ეს ცუდის მომასწავებელია რა მხრივ. ეს უკვე აღარ არის რეფრაქციული მანგი. ეს არის დაავადება, რომელსაც ქვია კერატოკონუსი, რომელიც სამწუხაროდ საქართველოს რეგიონში საკმაოდ ხშირია. ხშირი პრობლემაა. დიახ, საკმაოდ ხშირი პრობლემაა და შეიძლება არა მარტო მშობელს, არამედ ზოგჯერ ოფთალმოლოგსაც შეეშალოს, რომ მიიჩნიოს ეს დაავადება როგორც ჩვეულებრივ ასტიგმატიზმად, გადაწყვიტოს, რომ აქ არაფერი საჩქარო არ არის და შეიძლება ესე იგი დაველოდოთ ზრდასრულ ასაკამდე მისვლას და შემდეგ ლაზერის გაკეთებას, მაშინ როდესაც კერატოკონუსის დროს ლაზერი უკუჩვენებაა. დიახ. ერთი-ორი სიტყვით უთხრათ მაყურებელს, რას გულისხმობს კერატოკონუსი? კერატოკონუსის გამოვლენებით გულისხმობს რას? პაციენტი დაახლოებით 15, 17, 18 წლის ასაკში ხედავდა მანამდე კარგად, უცებ ამას ცუდად ხედავ შორ მანძილზე. დიახ. შორ ეს და თვალის ეკიდა რომ მიყვეთ, რომ ბავშვს აქვს, ახალგაზრდას აქვს ასტიგმატიზმი, რომელიც ადრე არ ქონდა. თუ არ ქონდა და გაუჩნდა, ეს უკვე ეჭვი კერატოკონუსია. თუ ეს არის ჩვეულებრივი ასტიგმატიზმი, ის როგორც წესი დაბადებიდან მოყვება ბავშვს. დიახ. რეალურად თქვენ ახლა მიგვანიშნეთ იმ სიმპტომებზე, რომლის მიმართა ძალიან ყურადღებით უნდა იყოს მშობელი. იქნება ეს 3 წლამდე ასაკში, იქნება ეს უკვე მოზარდობის ფაზაში, ეგრეთ წოდებულ პუბერტატულ ასაკში. ყველა შემთხვევაში ეს მოითხოვს მშობლისგან სიფხიზლეს იმისათვის, რომ არ გამოგვეპაროს ჩვენ შულთან დაკავშირებული ეს ჩივილი. მაგრამ არის კიდევ ერთი საკითხი, რომელმაც გაიჟღერა დღეს ჩვენს გადაცემაში. კითხვაშიც იყო ეს ნახსენები და თქვენ ერთ-ერთ კითხვაზე პასუხის დროს ახსენეთ ეს პრობლემა. თუმცა ჩვენ შეგვიძლია იგი ასაკსაც დაუკავშიროთ და ძალიან ბევრ პროცესს, რომელიც თუნდაც მეტაბოლიზმის ან ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შემთხვევაში იჩენს ხოლმე თავს. ეს პრობლემა ცნობილია ჩვენი საზოგადოებისათვის კატარაქტის სახელით, მაგრამ დღევანდელ გადაცემაში შესაძლოა ამ თემას ჩვენ სრულად არ გავშლით, მაგრამ მაყურებელს კიდევ უნდა შევახსენოთ, როდესაც არის ეს დიაგნოზი. ეს შეიძლება აისახოს თუ არა გამოსახულების მკაფიობაზე, შეიძლება თუ არა გახდეს საფუძველი იმისა, რომ ამა თუ იმ პიროვნებამ დაიჩივლოს, რომ სათანადოდ ვერ ხედავს, რაღაც ხარვეზით აღიქვამს ამა თუ იმ საგანს და რა პროცესი უდდებს ამას საფუძვლად. კატარაქტა ეს არის ბროლის შემღვრევა. დიახ. მაგრამ თქვენი საუბრიდან გამომდინარე, მე მინდა ხაზი გაუსვა მშობლის როლს. სწორედ უმეტეს შემთხვევაში, სწორედ მშობელი ახალ შობილში ან პატარა ბავშვებში ნახულობს რაღაცა პრობლემას მხედველობის მხრივ. ამიტომ მშობელმა რას უნდა მიაქციოს ყურადღება? ჯერთი თვალები სწორედ დგას თუ არა, პირველ სკოლისა. ხო არ არის რაიმე თეთრი ფერის ან თეთრი მომწვანო ფერის რაღაც ნათება გუგის არეში. მეორეც ერთი შეუძლია თუ არა ბავშვს სრულად ამოძრაოს თვალების სხვადასხვა მიმართულებით. ანუ გააყოლოს თანაბრად ამოძრავ საგანს. და შორ მანძილზე შეუძლია თუ არა ბავშვმა დაინახოს საგანი, რომელიმე სათამაშო თქვა. მაგრამ აქ მინდა რომ ხაზი გაუსვა მშობლის საყურადღებოდ, რომ აი ეს თამაშის სახით უნდა მოხდეს ბავშვთან და უნდა მშობელმა განსაზღვროს ცალ-ცალკე თვალი აუცილებლად. შეიძლება რაღაცა საგანს ბავშვი ხედავდეს შორ მანძილზე და მშობელი დაწყლანს, არა. აუცილებლად ცალ-ცალკე თვალით უნდა მოხდეს ამის გაშენება. თამაშის ფორმა მიეცეს რასაკვირველია, რომ ნახოს რომ არ იყოს ერთი თვალი ჩამორჩენილი მეორეს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა. დიახ. ბატონო მერაბ, ხანმოკლე რეკლამა იქნება ჩვენს ეთერში და შემდეგ შევაჯამებ დღევანდელ საუბარს. ჩვენ დავბრუნდით ეთერში და კატარაქტასთან დაკავშირებით თქვენი საუბარი უნდა მაქსიმალურად სწრაფად დავასრულოთ. ესე იგი, მე ესე ვიტყოდი, კატარაქტასთან მიმართებაში ჩემი გზავნილი ჩვენს ტელემაყურებლებისთვის იქნება შემდეგი. დაივიწყეთ კატარაქტასთან მიმართებაში სიტყვა
წიფე. დიახ, და მომწიფების ლოდინი. ყველა ეტაპზე შეიძლება გაკეთდეს კატარაქტის ოპერაცია, რომელიც იქნება წარმატებული და თქვენ თუ შეამჩნიეთ, რომ ხედველობის დაქვეითების მიზეზი არის კატარაქტა, მკურნალობა მხოლოდ ერთადერთია ოპერაცია, რომელიც იქნება წარმატებული. ამას შეეჭვარ მეპარება. გისურვებ წარმატებას. დიახ, დიდი მადლობა ბატონო მერაბ. მე დარწმუნებული ვარ, არაერთი მიმართულებით თქვენი რეკომენდაცია, რომელიც დღევანდელ გადაცემაში იყო მაყურებლის მისამართით ნათქვამი, იქნება გათვალისწინებული. მაყურებელს შევახსენებ, დღეს ჩვენ საუბრობდით თემაზე მხედველობის სიმახვილე და თანამედროვე მედიცინა. ჩვენი სტუმარი კი გახლდათ ძალიან ცნობილი ოფთალმოლოგი ბატონი მერაბ დვალი. ახლა კი მივესალმები ჩემს მეგობრებს დღეს 2-ის ნახევარზე, როგორ ბრძანდებით, რა თემები გაქვთ მაყურებელს. მოგესალმებით. ესე იგი, ჩვენი პროფესიის ადამიანებზე, გულისხმობ ჟურნალისტებზე ძალიან ბევრ რამეს ამბობენ ხოლმე. ძირითადად ამ ბოლო დროს მე რატომღაც ჩემდა სამწუხაროდ ნეგატიური უფრო მესმის, აი ამ ჟურნალისტებმა, უხეს ჟურნალისტები ძალიან იშვიათად, მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტულ დღეებში საუბრობენ იმაზე, რომ არა ჟურნალისტები ძალიან ბევრ რამეს ვერ გაიგებდა საზოგადოება, იგივე ბრძოლის ხაზიდან, ფრონტის ხაზიდან. დღეს სწორედ ვისაუბრებთ იმ ჟურნალისტებზე, რომლებიც ხელწერტილებში მუშაობდნენ და რომელთა სიცოცხლე სწორედ მათი მოვალეობის აღსრულების დროს დასრულდა. კარგი, ასევე ვისაუბრებთ ალბათ როკ სცენის ისტორიაში, თუ შეიძლება ასე ითქვას, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ჯგუფზე. ერთ-ერთ არა, ყველაზე მნიშვნელოვანი. კი, ნამდვილად. ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი. მაინც ერთ-ერთი ვთქვათ, ზოგს არ ეწყინოს. Led Zeppelin-ზე უფრო დეტალურად გაცემის მესამე ნაწილში. და კიდევ ერთი თემა, ადამიანი, რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ, საჭოთა ქვეყნის საბჭოეთის დროს იყო გაძევებული ქვეყნიდან, თუმცა სულ მალევე ის გმირად იქცა, ლიტერატურულ გმირადაც კი არა, ლიტერატურაში გმირად. ეს გახლავთ ვიქტორ ნეკრასოვი, ძალიან ცნობილი და პოპულარული საქართველოში, ასე რომ მასზე და მის ცხოვრებაზე უფრო დაწვრილებთ გადაცემაში. კიდევ ერთი ადამიანი, რომელმაც თავის კარიერა ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელა, ჩემის აზრით, მასზე ამბობენ როგორც მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორი, თუმცა მე ვთვლი, რომ ზოგადად ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორია, ყველასგან გამორჩეული, ეს არის იგარ სტრავინსკი, ასე რომ ამ ადამიანზეც ვისაუბრებ და რაც თავარია მოვისმენთ მის შემოქმედებას. წარმატებულ ეთერს გისურვებთ, მაყურებელს შევახსენებ, ჩვენ ხვალ შევხვდებით ერთმანეთს და ვისაუბრებთ თემაზე პროსტატიტი. ნახვამდის დღესდღეობას გისურვებთ.